მოგესალმებით ყველას კარგ დღეს გისურვებთ. დღეს უნდა ვისაუბრო საკმაოდ საინტერესო თემაზე, რომელიც ვფიქრობ თქვენთვის საინტერესო იქნება და ასევე გონებაში საკვებს მოგცემთ, რათა გააანალიზოთ. სანამ მიხვალთ მაგთან, ეზოთერიკოსთან, მოდით ეს სიტყვა გამოვიყენოთ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს და რა უნდა გაითვალისწინოთ და აი ახლა ამ ბოლოდროინდელ ტენდენციებზეც მინდა ვისაუბრო ორიოდე სიტყვით და ჩემს გამოცდილებაზე. მოდი ავიღოთ ბოლო ერთი კვირის სიტუაციებზე. კარგით, პირველ რიგში მოგიყვებით ესეთ რაღაცას, რომ მოვიდა ჩემთან საკმაოდ ესეთი სასიამოვნო ქალბატონი, დიაგნოსტიკის შემდგომ შევთანხმდით, რომ მას სჭირდებოდა რიტუალი. ანუ ყველასთვის ყველაფერი იყო მისაღები, ნათელი და გასაგები, მაგრამ როდესაც უკვე საფასურზე უნდა შეთანხმებულიყავით, ეს ქალბატონი მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ მე რატო უნდა გადავიხადო შენთან ესეთი თანხა, როდესაც აი სხვასთან, სხვა ეზოთერიკოსთან ეს რიტუალი ჯდება ზუსტად 30 ლარი. კარგით, 30 ლარი, მოდით აი შევჩერდეთ ცოტა ხანი რა. პირველ რიგში, ვინც ჩემთან მომმართველი არის, ვიტყვეს რაღაცას, რომ ეს არ არის რეკლამა, უბრალოდ ვამბობ, რომ ჩემგან უკმაყოფილო ადამიანი არ წასულა, ეს ერთი, მეორე ვიტყვი, რომ ყველასთვის, ყველა ადამიანისთვის, ჩემთან, ჩემი ესე რომ ვთქვათ, თუნდაც ტარო, თუნდაც რიტუალები და ასე შემდგომ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს ნამდვილად უჭირს და ძალიან სერიოზული სიტუაცია არის, სრულად უსასყიდლოდ დავხმარები ვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვარ ანგელოზი, კეთილი სამარიტელი და კეთილი ფერია. არა, ეს სულაც არ არის ასე. უბრალოდ სიმართლე უნდა ითქვას. ახლა ჩემოკარგებო, პირველ რიგში გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ 30 ლარიანი რიტუალი არ არსებობს და 30 ლარიანი რიტუალის შემდგომ შედეგსაც მსგავს ელოდეთ. სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად სიტუაცია გაუარესდება, მე არ გაშინებთ გეუბნებით სიმართლეს. ანუ ერიდეთ და გაიქეცით მსგავსი ადამიანებისგან, ასევე რომლებიც გაშინებენ. კი ბატონო, მაგიური ზეგავლენა შეიძლება იყოს თქვენზე, შეიძლება იყოს დაგროვილი ნეგატივი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეგრე რომ გავყვეთ, ერთი კვირა ვერ დავასრულებთ ამაზე საუბარს, მაგრამ დააკვირდით, როგორ გესაუბრებათ, რას გეუბნებათ ეზოთერიკოსი, თუ დაშინებას პირდაპირ ფსიქოლოგიურ და მენტალურ ზეწოლა მოდის, გაიქეცით. იცოდეთ, რომ სამწუხაროდ ბევრი ძალიან კარგი ტაროლოგი და ეზოთერიკოსი ყავს საქართველოში, მაგრამ ასევე ბოლო ტენდენციებს, რასაც ვუყურებ, არის ძალიან ბევრი სამწუხაროდ არც თუ ისე კარგი ადამიანი. მოდი ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი, აფერისტები, რომლებიც ცდილობენ ხალხს გამოსძალონ თანხა. 30 ლარიანი რიტუალები არ არსებობს, ეს იცოდეთ. ეს არის სასაცილო უბრალოდ. გეტყვით ასევე, რომ გაითვალისწინეთ, თუნდაც ჩემს პირდაპირ ჩართვებში, როდესაც მე გეუბნებით, რომ ენერგობალანსის მიზნით გამოიწერეთ ჩემი გვერდი და აწკაპუნეთ ეკრანზე, დალაიქეთ ლაივი. რატო ვამბობ ამას? ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვისაც მე ვპასუხობ, ის ადამიანი ხო იღებს ინფორმაციას, იღებს, მაგრამ სანაცვლოდ მანაც უნდა გაიღოს. კარგი, ავიღოთ ძველი ზღაპრები, ავიღოთ მითოლოგია, ზოგადად ცხოვრების პრინციპი, ანუ სამყაროს მექანიზმი არის ზუსტად ესე აწყობილი, რომ როდესაც თქვენ რაღაცას იღებთ, თქვენ უნდა გასცეთ. ჩემი საქმიანობა არის საკმაოდ ღრმა, ასევე ნუ დაგავიწყდებათ, რომ არიან ეზოთერიკოსები, რომლებიც შემოსავლის წყარო არის ეს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ მუშაობთ და თქვენ ირჩენთ თავს, თქვენს ოჯახს ასევე ვართ ჩვენს. ეს ასეა, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზომა და წონა, რამდენი ენერგიაც იხარჯება, ეს აუცილებლად უნდა დაბალანსდეს. ძალიან ბევრი რამ თქვენ დეტალები კიდე არ იცით და არც არის საჭირო, რომ ჩაღრმავდეთ ამაში. უბრალოდ, როდესაც გეუბნებიან და გესაუბრებიან ბალანსზე, იქ უნდა გაითვალისწინოთ. უნდა იყოთ ბრძენი, უნდა იყოთ დაკვირვებაში, ესე ნუენდობით ყველას. დააკვირდით ადამიანს, დააკვირდით ეზოთერიკოს. ასევე ძალიან ბევრი მომართველი მოდის ეჭვებით სავსე.
ესეც არ არის. კარგად დაფიქრდით, თქვენც უნდა იყოთ შინაგანად მზად, როდესაც მოდიხართ ეზოთერიკოსთან და გსურთ თქვენი ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა, თქვენი ოჯახის, მეგობრების, თქვენთვის ძვირფასი ადამიანების. ასე რომ უნდა იყოთ მზად, მიიღოთ ის ინფორმაცია და ის პირობები, რასაც გეუბნებათ ნამდვილი ეზოთერიკოსი. ნუ დახარბდებით მცირე საფასურს, იმიტომ რომ მერე შედეგები მოყვება ამას ძალიან ცუდი, რომ არ გაშინებთ, უბრალოდ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სათქმელი. ადრე თუ მე მუშაობ სლავურ ტრადიციაში, მეტი არ გავგრძელდები, არ მინდა ამას საუბარი ამ ეტაპზე. ადრე თუ საფასური ხდებოდა თუნდაც პროდუქტებით, თუნდაც სხვადასხვა ნივთებით გადახდა, ახლა ჩვენ საუკუნეში ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არის ფული. სწორედ ამიტომაც ხდება ეს. ანუ უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც თქვენ გინდათ შეცვლა, აუცილებლად ამას მოყვება ცხოვრების შეცვლა სასიკეთოდ, აუცილებლად ამას მოყვება გარკვეული სახის საფასური. რომ პირველ რიგში თქვენ არ დაზიანდეთ, ენერგიამ უნდა იტრიალოს, ენერგიამ უნდა იმუშაოს. უფასო ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის და უფასო არც არაფერი არ უნდა გინდოდეთ. მოკლედ, რო არ გამიგრძელდეს საუბარი, უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, უნდა იყოთ გონიერად და თუ თქვენ გაქვთ მოთხოვნები ეზოთერიკოსთან, ასევე თქვენ თავთანაც იყავით მართლები, თქვენც უნდა იყოთ შინაგანად მზად და ნუ ელოდებით, რომ მცირედის უმცირესის გაღებით, ზოგს ეგეც არ უნდა და ეგეც ეზარება, რომ მიიღებთ ინფორმაციას. რატომ ნუ იქნებით ასეთ ამპარტავნებაში. კარგად დაფიქრდით, კარგად აწონ-დაწონეთ და შემდგომ გადადგით ნაბიჯი. და იყავით მზად, რომ თქვენც უნდა ითანამშრომლოთ აუცილებლად ეზოთერიკოსთან და თქვენი მოქმედების გარეშე არ მოხდება თქვენი ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ. იმიტომ რომ ეს არის თქვენი ცხოვრება და დაფიქრდით, ვის ანდობთ თქვენს შინაგან სამყაროს, თქვენ ენერგო ველს და თქვენი ძვირფასი ადამიანების ცხოვრებას. კარგად დაფიქრდით ამაზე. ვიდრე მე ან ნებისმიერ სხვა ნამდვილ ეზოთერიკოს მიწერთ და მოსთხოვთ, რომ 30 ლარის სანაცვლოდ თქვენ გაგიწმინდოთ მთელი საგვარეულო ჩემოკარგებო. იმიტომ რომ ეს ასე არ კეთდება. იმედია, სწორად გამიგეთ, გამოჩნდება ის ადამიანი, ვისაც სჭირდებოდა ამ ინფორმაციის მიღება. ხოლო ვინც მსგავს რაღაცას აკეთებს და ხალხს თავაზობს 30 ლარად რიტუალებს, კარგად დაფიქრდეს, რას აკეთებს. უბრალოდ კარგად დაფიქრდეს. სანამ ისე ღრმად შეტოპა, რომ უკან გზა აღარ იქნება. კარგად დაფიქრდით. აბა თქვენ ისით წარმატებები.